მრავალი წელია შეიძლება უკვე ესე ითქვას, ვაკვირდებით თქვენს ცხოვრების გზას, თქვენს ბრძოლას სიმართლისთვის, თქვენს სიყვარულს ქართული კულტურისა და ქართული მწერლობისა და თვითონ თქვენ ნაწარმოებებს, რომლებიც პოპულარულია არა მარტო ჩვენთან საქართველოში, არამედ არაერთ ქვეყანაში. და მიხარია, რომ თქვენ გახდით იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელიც უკვე 100 წელს მოითვლის და სწორედ როცა დაფუძნდა მწერალთა კავშირი ტიციან ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, პაულო იაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის თაოსნობით პირველ ყრილობაზე ასეთი რამ თქვა ტიციან ტაბიძემ. ერის სული მწერლობაში ლაპარაკობს. სხვას არავის აქვს ერის სახელით ლაპარაკის უფლება და თუ ვინმე საქართველოს მოკლასურს ჯერ მწერალს უნდა ესროლოს. და თქვენს ნაწარმოებში ძალიან ხშირად არის ხოლმე სწორედ ერის სული ლაპარაკობს და მიხარია, რომ ჩვენი დიდი ოჯახის წევრი ხართ და გილოცავთ ქართული კულტურის დესპანის წოდებას. მე ვიცი, რომ თქვენ არაერთი ქვეყანა გერით და აი ესე წაიღებთ ამ წოდებას, როგორც ღირსეული ქალაქი. დიდი მადლობა.